ძალიან დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის და დიდი პატივია მართლა ჩემთვის რომ დღეს ჩვენს დიასპორას ქართველებს ვხვდებით. რაღაც ხანმოკლე ვიზიტი მქონდა ვაშინგტონში და აუცილებლად ჩავთვალეთ რომ ნიუ-იორკში ჩამოსულიყავით და თქვენ შეხვედროთ. რაც კარგი კეთდება ის აუცილებლად უნდა აღნიშნო. მაგრამ მეორეს რაც გაფუჭდა იმის გამოსწორება სწორედ ჩვენზე იხდება. იმ ხელისუფლებაზე რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების შემდეგ უნდა მოვიდეს და ეს გარდაუვალი პროცესია. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რომ ჩვენი ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვაძღვნოთ და წავიყვანოთ საიდანაც გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ. ასე რომ რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობის აღდგენა აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის და პირველ რიგში სოფლის მეურნეობისთვის. ამას სჭირდება პრაგმატული პოლიტიკაც. დღეს საქართველო მე თუ მკითხა უფრო შორს არის ნატოსგან ვიდრე იყო 2008 წელს და ბუხარეთის სამიტის დროს. იმიტომ რომ მაშინ რეალურად იყო იმის განცდა მსოფლიო თანამეგობრობაში რომ შეიძლება საქართველო გაადგეს იმ გზას რომ მოაგვაროს კონფლიქტები, იმიტომ რომ კონფლიქტები არავინ არ შემოყვანს ნატოში, ეს არის ფაქტი. იმიტომ რომ არავის არ უნდა ბირთვულ რუსეთთან დაპირისპირების საკუთარ სახში შეტანა, ანუ ევროპაში შეტანა. რადიკალურმა პრეზიდენტებმა მიიყვანა საქართველოს სწორედ იმ მდგომარეობამდე, რომ დღეს უფრო მეტი ტერიტორია დაკარგული ვიდრე იყო თუნდაც ბოლო ხელისუფლების მოსვლამდე, უფრო მეტი დევნილია დღეს საქართველოში 10,000-ობით ვიდრე იყო აქამდე და ჩემი აზრით ქვეყანას რადიკალიზმი კი არ ჭირდება და საზოგადოებამ გააკეთა არჩევანი, რომ რადიკალიზმს არ უჭერს მხარს. ქვეყანას ჭირდება სწორედ პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც დაახლოებს აზრს და პოზიციებს საქართველოში სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. რა თქმა უნდა, მთავარი კიდევ და ისევ გავიმეორებ თქვენთანაც არის ის, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელსაც აქვს მართლაც ისტორიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, იმ არჩევნებით უნდა განისაზღვროს რეალურად შევდგებით დემოკრატიად ჩვენი ქვეყანა 20 წლის შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვების თუ ისევ გავაგრძელებთ უკუსლას.